კარგი მეთოდი არის მაგალითად სუფრის მარილით წმენდები. ანუ შეგიძლიათ რომ აი სახლში, აი კუთხეებში მოაყაროთ ეს სუფრის მარილი, შეიწოვს ნეგატიურ ენერგიას. და შემდგომში აი დღეს მივედით სახლში, მოვაყარეთ, დავუშვათ სუფრის. რამდენიმე საათი ეყოფა. ან შეგიძლიათ რომ დავუშვათ, კიდევ ხდება ხოლმე რომ აი თქვენი თავი თუ გინდათ რომ გაიწმინდოთ, ან შეგიძლიათ რომ აი დაიყაროთ ხელზე და აი თქვათ რომ აი ყველაფერს ნეგატიურს ვატან აი ამ მარილს. და შემდგომში აი კრანის წყალი უნდა იყოს, ონკანის წყალი, კი ბატონო და გაატანოთ, ასე ჩამოივანოთ რამდენიმე წუთში და გაატანოთ. ხშირად არის ხოლმე რომ მარილიანი წყლით წმინდავენ კარებს შემოსასვლელს. შეიძლება ეგეც, მაგრამ უმჯობესია რომ ჯერ დავყაროთ, იმიტომ რომ შეიწოვს ნეგატივს და აი მერე მოვწმინდოთ. ხო, რამდენად ის არის რომ ჭუბი იქნებაო მარილი რომ დაიყრებაო და არა, ეგ ეხლა სრულწმენაა უკვე. იცი რა არის? აი მარილი მაგალითად აი რომ სამი დღე თავქვეშ პატარა ყოლოფში შეიძლება იყოს და ყველა შეიწოვს ნეგატივს. და ფერს იცვლის, მართალია ეს? აი თუ ფერი შეიცვალა და უშუალოდ აი გამუქდა, ესე იგი რაღაცა ძლიერი ნეგატივი ქონდათ უბრალოდ და შეიწოვა. ეხლა ეს არაა ცუდი. აი ამისი კითხვა მინდოდა მეც და ჩვენ ძალიან აქტიურ მაყურებელს. ისედევს და გაშავდა აი ქიმია და თუ თქვენ გამოიყენეთ რიტუალში წმენდისთვის და გაშავდა, ესე იგი რაღაცა დიდი ნეგატივი და უბედურება მოგაცილათ უბრალოდ.